ოპერაცია ეძღვნება აფხაზური ლიტერატურის 110 წლის თავს. ანუ აფხაზურ ენას ზოგადად ხო დღევანდელი დღე ითვლება აფხაზური ენის დღე. ეს გაზიარებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას და აღნიშნავს როგორც ენის დღეს. ეხლა ჩვენი დამოკიდებულება ენისადმი ძალიან კარგად ვიცით. რა უზარმაზარი როლი ეკისრება ენას. დღევანდელი დღის აღნიშვნა ეს არის თემა, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ერთმანეთთან. კი არ გვაშორებს, ეს ის საერთოა, რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს აფხაზური ენისა და ლიტერატურის დღეს. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრი. ჩვენ ყოველწლიურად აღნიშნავთ ამ დღეს. მიმაჩნია, რომ აფხაზური ენა საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, ვინაიდან ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით მისი ასე ვთქვათ სამეცნიერო ლიტერატურული შემოქმედებითი წრეები გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რაც ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მათ შორის აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენასა და განვითარებას. აფხაზური ენა დღეს მაინც კარგ მდგომარეობაში არ გახლავთ და ის უკვე ოფიციალურად შეტანილია იუნესკოს იმ ენათა სიაში, რომელიც კაქრობის პირას არის. შესაბამისად, საზეიმო პრაქტიკულად დღეს შეიძლება ითქვას, რომ მართლაც არაფერია. მით უმეტეს, როდესაც აფხაზური მოსახლეობის უმრავლესობამ დღეს აფხაზური სამწუხაროდ არ იცის. მაგალითად, თვით აფხაზი მეცნიერების გამოკვლევით აფხაზი ბავშვების 40%-მა დედაენა არ იცის. ეს იმას ნიშნავს, რომ ენა უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ დღეს აღნიშნავთ ერთი მხრივ აფხაზური ენის დღეს და მეორე მხრივ წელს შესრულდა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის 110 წლისთავი. ამ 110 წლისთავსაც აღნიშნავთ და ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ როგორც მოძმე ხალხის ენის, ისე მათი ლიტერატურის მიმართ. პრობლემები ენასაც აქვს, ლიტერატურასაც აქვს და როცა ოკუპანტები წავლენ აფხაზეთიდან, ჩვენ იმედია მივხედავთ ერთობლივად აფხაზებთან ერთად ერთსაც და მეორესაც.